ხვალ ლონდონში დაგეგმილ შეხვედრას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს თავად შეერთებული შტატები და ამას მოწმობს დონალდ ტრამპის განცხადება, რომ მიმდინარე კვირაში ის იტყვის საბოლოოდ რა ბედი ელის შეთანხმებას გეგმას, რომელიც შეერთებულ შტატებს აქვს ომის დასასრულებლად. რაც შეეხება თავად გეგმას, შეერთებული შტატები ელოდება, რომ კიევი უპასუხებს სწორედ მიმდინარე კვირაში, ის ეთანხმება თუ არა პირობებს, რომელიც შეერთებულმა შტატებმა გააცნო მხარებს. საერთაშორისო მედია ამ გეგმაზე წერს მხოლოდ წყაროებზე დაყრდნობით, ოფიციალური დოკუმენტი არ არსებობს, თუმცა არსებობს ინფორმაცია, რომ პარიზში გამართულ შეხვედრაზე გასულ კვირას შეერთებულმა შტატებმა რამდენიმე პუნქტიანი წინადადება შეთავაზა უკრაინას იმისთვის, რომ ცეცხლი შეწყდეს. და სხვადასხვა საერთაშორისო მედიის განცხადებებით თუ მასალებით ირკვევა, რომ ერთი რაც ამ პირობებს შორის არის ის, რომ უკრაინამ უარი უნდა თქვას ნატოში გაწევრიანებაზე, გარდა ამისა ამერიკის წინადადებაა, რომ ამერიკის მხრიდან იყოს აღიარებული ყირიმის ანექსია, თუმცა ასევე საერთაშორისო მედიას ოფიციალური პირები ეუბნებიან, რომ ამერიკის წინადადებები მაინც და მაინც ბოლომდე არ იზიარებს რუსეთის მოთხოვნებს, მაგალითად შეერთებული შტატები არ აღიარებს, რომ რუსეთის ფედერაციას აქვს კანონიერი უფლება გააკონტროლოს უკრაინის 4 რეგიონი და ეს ეხება ზაპოროჟიეს, ხერსონს, ლუგანსკსა და დონეცკის ოლქებს. ასევე პირობებს შორის შესაძლოა იყოს რუსეთისთვის სანქციების შემსუბუქება ცეცხლის სამუდამოდ შეწყვეტის შემთხვევაში და ახლა სწორედ კიევზეა შეერთებული შტატები კიევის პასუხს ელოდება. საერთაშორისო მედიაში კი მიმომხილველები ამბობენ, რომ ამ პირობებზე დათანხმება არ იქნება მაინც და მაინც მარტივი ვოლოდიმირ ზელენსკისთვის, თუმცა თუ კი დონალდ ტრამპის განცხადებას დავეყრდნობით, ის იმედიანად უყურებს მიმდინარე კვირაში დაგეგმილ შეხვედრას, ამბობს, რომ უახლოეს 3 დღეში გამოჩნდება რამდენად სერიოზულად ეკიდებიან მხარეები ომის დასრულებას. წინააღმდეგ შემთხვევაში კი შეერთებული შტატები ამბობს, რომ ის შეამცირებს მის მცდელობას ომის დასასრულებლად, რაც მუქარადაც კი იყო აღქმული საერთაშორისო მიმომხილველების მიერ. მიმდინარე კვირაში რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმების მიღწევის ძალიან კარგი შანსი არსებობს. დეტალებს სრულად უახლოესი 3 დღის განმავლობაში გამოვაცხადებთ, მაგრამ უკრაინასთან და რუსეთთან ძალიან კარგი შეხვედრები ჰქონდა. ნახოთ ეს როგორ იმუშავებს. მიმდინარე კვირაში სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების ძალიან კარგი შანსი არსებობს. ტრამპი მოუწოდებს უკრაინას და რუსეთს, რომ შეთანხმებას მოაწერონ ხელი და მალე გადაწყდეს ომის დასრულების საკითხი, თუმცა პირობები, რომელიც აქვს შეერთებულ შტატებს, ბევრის აღქმით არ იქნება მარტივი და შეიძლება რთული აღმოჩნდეს ზავის მისაღწევად, განსაკუთრებით კიევის მხრიდან, რადგან კიევის პოზიცია ცნობილია და როცა ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას ეხება საქმე, ეს ბუნებრივია წითელი ხაზია. უკრაინისთვის ზელენსკის პოზიციაა, რომ ცეცხლი უნდა შეწყდეს უპირობოდ და თავადაც გამოთქვამს მზაობას, თუმცა მას ბუნებრივია ეჭვი ეპარება, რომ გულწრფელად მზად არის ამისთვის რუსეთი, მით უფრო იმ ფონზე, როცა რუსეთმა სააღდგომო ზავი შეწყვიტა და მან დაიწყო განაახლა უკრაინის ქალაქებზე თავდასხმა. ველაპარაკე გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ კიმ სტარმერს. კარგი და დეტალური საუბარი ჰქონდა. უკვე 4 შაბათ ჩვენი წარმომადგენლები ლონდონში იმუშავებენ. უკრაინა, გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი და შეერთებული შტატები მზად ვართ მაქსიმალურად კონსტრუქციულად ვიმუშაოთ, რათა მივახციოთ ცეცხლის შეწყვეტას, შემდეგ კი რეალურ და მყარ მშვიდობას. ცეცხლის უპირობო შეწყვეტა უნდა იყოს პირველი ნაბიჯი მშვიდობისკენ და ამ აღდგომამ გვაჩვენა, რომ რუსეთის ქმედებები ახანგრძლივებს ომს. რუსეთი არ იქნება ხვალ დაგეგმილ მოლაპარაკებებში ჩართული, ისევე როგორც რუსეთის წარმომადგენელი არ ესწრებოდა შეხვედრას, რომელიც წინა კვირას გაიმართა პარიზში. ამ შეხვედრას ესწრებიან ევროკავშირის, უკრაინისა და შეერთებული შტატების ოფიციალური პირები. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ სააღდგომო ზავი ითვალისწინებდა იმდენ საათს, რამდენის თავიდანვე იყო ნათქვამი 30 საათი და რომლის ამოწურვის შემდეგ რუსეთმა განაახლა თავდასხმები, მაგალითად სოციალურ ქსელში უკვე ვრცელდება კადრები ოდესაზე მიტანილი იერიშის შესახებ, რაც გუშინ გვიან ღამით მოხდა, რაც ადასტურებს იმას, რომ ზავისკენ მიმართული თუ მონდომებული რუსეთი არ არის და ეს ბუნებრივია უკრაინისთვისაც ცხადია. თუმცა განცხადებებში სულისკვეთებას ავლენს პუტინი, ის ცდილობს ყველას დააჯეროს, რომ რუსეთი შეთანხმების მომხრეა და ასეთივე იყო განცხადება, რომელიც მან გააკეთა გუშინ ამ მოლაპარაკების დაწყებამდე.
Боевые действия возобновились. საბრძოლო მოქმედებები გადახდა. ჩვენ ამის შესახებ ზავის დაწყებისთანავე განვაცხადეთ. ზავის მიმართ ჩვენ ყოველთვის დადებითად ვართ განწყობილები, ამიტომაც გამოვედით ამ ინიციატივით. აღდგომა ყველა ქრისტიანის დღესასწაულია. ჩვენ ყოველთვის ამას ვამბობდით, რომ ნებისმიერი სამშვიდობო ინიციატივების მიმართ დადებითად ვართ განწყობილები. იმედი გვაქვს, რომ ასევე დადებითად არიან განწყობილები მათ მიმართ კიევის რეჟიმის წარმომადგენლები. პარიზში გამართულ შეხვედრაზე ვინც ესწრებოდა ერთი მაგიდის გარშემო, ფაქტობრივად მეორდება შემადგენლობაც და ხვალ ლონდონში გამართულ შეხვედრაზე, დაგეგმილ შეხვედრაზე იქნებიან წარმოდგენილი შეერთებული შტატების, უკრაინის და ევროკავშირის მაღალჩინოსნები. ბლუმბერგი ამბობს, რომ შეხვედრას დაესწრება შეერთებული შტატების მხრიდან სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ასევე სტივ უიტკოფი, ეს არის სპეციალური წარმომადგენელი შეერთებული შტატების და კით კელოგი. გარდა ამისა, მედუზა წერს წყაროებზე დაყნობით, რომ უკრაინის მხრიდან შეხვედრაზე იქნებიან ანდრეი ერმაკი, ანდრეი სიბიგა და პაվել პალისა. ამ შეხვედრას ბუნებრივია დიდი ბრიტანეთის ოფიციალური პირებიც დაესწრებიან და საფრანგეთის, რადგან საფრანგეთი ამ პროცესში თამაშობს მნიშვნელოვან როლს. ის ერთის მხრივ ევროკავშირის წარმომადგენელია მოლაპარაკების პროცესში და გასულ კვირას საფრანგეთის ოფიციალური პირები ამბობდნენ, რომ თუ კი არსებობდა აღქმა, რომ ევროპა შეთანხმების პროცესში არ არის ჩართული, ის თამაშობს საკუთარ როლს და ბუნებრივია ხვალ ასევე იქნება წარმოდგენილი. რუსეთი ამ შეხვედრებს, ამ მოლაპარაკებებს არ ესწრება და ახლა კიევის სიტყვას ელოდებიან შეერთებულ შტატებში. ხვალ და მომდევნო დღეების განმავლობაში გამოჩნდება, აქვს თუ არა პერსპექტივა შეთანხმებას, რომელზეც დიდ იმედს დონალდ ტრამპი ამყარებს.